მაშ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერლებო. სასიამოვნოა კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად. შეხვედრა ასეთ ფორმატში, აქ არის ახლა ორი დასტა, The Gregor Scott Tarot Card და მეორე არის Van Gogh-ის. და აქედან უნდა ამოირჩიოთ, ახლა რომელიც გინდათ. ლაზურიტი იქნება Van Gogh-ზე და აი ესეთი ვარდისფერი კვარცი იქნება Gregory Scott. ხო? ესე დავდება. და თქვენ ამოირჩიეთ. თუ გინდათ კრისტალებით, თუ გინდათ უბრალოდ დასტებით. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დავიწყებ პირველი ვარიანტით, არის The Gregory Scott Tarot Cards. გადავდოთ მეორე. რა თქმა უნდა ადამიანზე, რა თქმა უნდა სიყვარულზე და დავამატებ კიდე მესამე პირს, რომელიც ჩარეულია. უბრალოდ გაინტერესებს რა. ურთიერთობაში ფიგურირებს მესამე პირი. თქვენ ახლა ჯერ ჩაიფიქრეთ ადამიანი, ხო? ნახოთ მისი ენერგიები. ამ მომენტისთვის როგორ არის, რა ხდება მასთან. ნახოთ. საჯარო გაშლა. ვიფიქრებთ ენერგიებს. ადამიანზე. აქტიურია, სტაბილურია და სიყვარულის მორევშია, აქ როგორ ჩანს. თქვენთან არის სიყვარულის მორევში თუ იმ მესამე პირთან, მაგას გავარკვევთ, მაგრამ ეხლა გადასარევი ენერგიები ამოსდის მას, ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი. და ყავს ხო პარტნიორი. ნახოთ ეხლა თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი როგორ არის. მისი დამოკიდებულება. ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი. თქვენთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება. ადამიანის ფიქრი, გრძნობა, დამოკიდებულება. თავს იმპერატორად გრძნობს თქვენთან მიმართებაში. შეიძლება ხართ ურთიერთობაში, ან გეხმარებათ, იმიტომ რომ აქ ამოდის ადამიანი, რომელიც ფიქრობს და უნდა რომ რაღაცით დაგეხმაროთ, მაგრამ ეხლა ამ წუთას გაჩერებულია. გაჩერებულია ფულის გამო, რაღაცას ელოდება, რაღაცა კრიზისული მომენტი აქვს შეიძლება. ხო, ამოყირავებული ამოვიდა. ანუ ფინანსებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა აქვს ამ წუთში. და ამაზე, არის ცოტა ჩახვეული, რო აჭრილი თუ აფორიაქებული რა. და გაჩერება აქვს რაღაცა, ამასაც, სიტუაცია აქვს ისეთი არეული, დასალაგებელი, ფინანსებთან დაკავშირებით. მის სტაბილურობას აქვს რაღაც პრობლემა. და ამიტომ ახლა არავინ მაინდა-მაინც არ აინტერესებს, შეიძლება ითქვას, პირველ პლანზე არის ფინანსები. მაშინ თქვენი და მისი ურთიერთობა ეხლა მომენტში როგორია? ტრანსფორმაცია ამოდის. ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა. თითქოს დასრულდა ყველაფერი. რაც მაჩვენებს ახლა კარგი თქვენი და ამ ადამიანის დამოკიდებულება ერთმანეთთან როგორია. რეალურად ამოვიდა სამწუხაროდ. ურთიერთობა იყო, მაჩვენებენ, ლამის მივიდა იქამდე, რომ შეიძლება ოჯახის შექმნა ან რაღაც ერთად ყოფნის მომენტი, მაგრამ ამოტრიალებული ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოვიდა, თუმცა გრძნობა არის მისი მხრიდანაც და თქვენს გაქვთ გრძნობა და აქ ამოდის, ამ კარტებიდან ჩანს მესამე პირი, ჩარება, ქალი.
მაშინ ვნახოთ როგორ ჩაერია ეს გალი თქვენთან ურთიერთობაში. ანუ ნახეთ ბანალური სიტუაცია, გამოდის გართობა, ანუ ესეთი მომენტი რა, მაგრამ აი როგორ ჩაერია თქვენთან ურთიერთობაში ეს გალი კონკრეტულად. მოხიბლა ეს ადამიანი. ძალიან სწრაფი ჩარევა მოხდა. ანუ იმდენად რა ვიცი, აღფრთოვანებული იყო ამ ადამიანით, რომ ლამის ეხლა ცოლად არ მოუყვანია, მაგრამ არც არაფერი აკლდა. თვითონ გრძნობდა თავს როგორც პატარა ბიჭი, ის ქალი აკეთებდა ყველაფერს მასთან ურთიერთობაში, ანუ ძალიან აქტიური იყო. და ამან მოხიბლა, ანუ დაავიწყა ყველაფერი, გაასულელა, ის ადმივიდიო, არ ვიცი რას ვაკეთებ, არ ვიცი, აი სულელი ბიჭივით, პატარა ბიჭივით ავარდაო რო იყვიან. ეს რაც შეეხება მესამე პირს. მაშინ თქვენთან ეხლა რა მდგომარეობაში ეს გასაგებია, ბნების მომენტში მოხდა, მაგრამ თქვენთან მიმართებაში ეხლა, ანუ ეხლა როგორ არის ეს ადამიანი. დანგრევა აქვს, ბრძოლა იყო და ძალიან გულნატკენია და გულდაწყვეტილია და გულგანგმირული თქვენთან მიმართებაში. თქვენ ანუ გამოდის რომ არაპატიეთ ეს ღალატი, სხვა ადამიანის დაინტერესება თუ მისი ესეთი მოქცევა და ძალიან შემართებული იყავით და პრინციპული თქვენ პოზიციებს იცავდით და ანუ აეხლაც ესე ხართ, იცავთ რა. თქვენ პოზიციებს იცავთ. თვითონ ძალიან გულნატკენია. შეიძლება ითქვას აი ამ სიტუაციამ, ამ მოვლენამ, ამ მოკლე მეტრაჟიანი ფილმივით, ხო? განავარდებამ, დროებითმა, აი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდო. და poison რო იყვიან, საწამლავს რო დალევს ადამიანი. და რო დავარდება, მოწამლული. კარგით, მაშინ რა იქნება მისი მომდევნო და თქვენი განვითარება, ხო, ურთიერთობის? ამ წუთას კი მაჩვენებენ 100-ია, მაგრამ თუ მაინც ეხლა ნამდვილად ძალა გამოცლილია, გადაღლილია, ანუ მონანული ადამიანის პოზიცია აქვს და აი მერე შერიგება იქნება კი. მაგრამ ანუ არასვენებს მისი სინანული, მისი საქციელი, ტანჯავს, მისი ტყვილი, მისი ღალატი, აი ეს ჩუმად რა ადამიანი რო ჩუმად და თან რა თქმა უნდა თქვენ ხართ მისთვის გამორჩეული ადამიანი, ეს შეიგნო უკვე გააცნობიერა და უნდა რომ აღადგინოს ურთიერთობა, დაასტაბილუროს და ისევ თქვენ იმპერატორი გახდეს. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მას აპატიებთ, მაგრამ აქ ამოდის რომ გაასამართლეთ, ანუ ასამართლებთ ეხლაც. თუმცა ნახეთ, მისი მფარველები ეხმარებიან, რომ აზე მოდი რა, ანუ ვინ დაკარგე. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და საწახვედი და სთხოვენ რომ უფრო კარგად გააცნობიეროს აქ ადამიანი ამოდის, რომელიც ანუ ამ ყველაფერს გლობალურად მის საქციელებს, ხო? შეიძლება ითქვას, მაგრამ თვითონ არ გამოსდის, ეხმარებიან, რა თქმა უნდა, მფარველები, რომ აი გაუსწორონ გონება, გონებრივი, აი ეს რაღაც მოვლენები გაუსწორონ, ანუ გონებაში აქვს პრობლემა. გონებაში აქვს როგორც ჩანს პრობლემა, მაგრამ გაისწორებს, იმიტომ რომ გული თქვენი, ანუ გულს ვერ უშვებიან ვერაფერს. ნახე, გონება შეიძლება აურიოს იმან, ამან, ბოროტმა და ასე შემდეგ, მაგრამ გულს ვერაფერს ვერ უშვებიან, გულს ვერ, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ორგანოა, რომელიც ეკუთვნის ღმერთს და ცოტა ხანი იქნება განდეგილივით, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს. მერე თავზე ლაფს დაასხავთ, საბოლოო ჯამში თუ მოვა, იცის, თავზე ლაფ დასხმულია ეხლაც და ანუ ესეთ
სიტუაციაში თავისთვის არის რა, ჩაკეტილი. მაგრამ ეხსნება გზა, იმიტომაც აქვს ფინანსური პრობლემები. თავიდან რო ამოვიდა. პირდაპირ ფინანსებზე ურტყავს ყველანაირი არასწორი საქციელი, ღალატი, ტყუილი, ადამიანი, რომელიც არ არის სწორი, ნახე, არ არის მართალი და სხვა ადამიანს გაამწარებს ან რაღაცას ისეც ჩაიდენს, არასწორს, პირდაპირ ფინანსებზე ურტყავს ის. კი ბატონო. ამიტომ ყველაფერი ეკეტება და ებლოკება მერე ასეთ ადამიანს, თუ არ მოინანია, თუ იმ ადამიანთან პატიება არ ითხოვა და თვითონ თუ არ გაიაზრა. ესე არის. ეს კანონები სამყაროში ასეა მოწყობილი. და ეს ავტორიტეტი, ეს სასულიერო პირი, ხა როგორც ამოდის იეროფანტი, ხო, ამ შემთხვევაშიც ამას მიგვანიშნებს, რომ ან რჩება აქ საკითხველი, ან მამაოსთან არის მისასვლელი, აღსარება აქ ჩას სიტყვაზე ვიძახი, ხო, შეიძლება არ არის ეგეთი ადამიანი, მაგრამ თვითონ თავის გულში, პატიება აქვს სათქმელი. რო ეპატიოს და დაიწყოს ისევ და გაეხსნას ის ჩაკეტილობა, იმიტომ რომ ყველა იმ ფაზაზე ურტყავს, როცა ადამიანი სხვა ადამიანს გაამტარებს, თან დაუმსახურებლად, მას ეკეტება პირველ რიგში, ვერ გაიხარებს. და ახლა ზუსტად ეს გვაჩვენა აი ამ დასტამ. მე არ ვიცი ვისე იყო ეს ინფორმაცია, რაზე იყო, მომწერეთ კომენტარებში, დამილაიქეთ, თუ ამ დაგვარი რამე იყო, ესე იგი, თქვენ უნდა გაგეგოთ ეს ამბავი და ეს ინფორმაცია ზემოდან, რომელიც მოდის, ხო? იმიტომ რომ საჯარო გაშლაა. საჯაროში ჩანს ზოგადად. კიდევ ერთხელ ვიძახი, პირადში უკვე როცა სახელი ვიცი და ვეკითხები კონკრეტულად, კარტი ყველაფერს მაჩვენებს, მაგრამ ეხლა საჯაროში ხო ბევრნაირი ვარიანტები შეიძლება იყოს, მე ხო არ ვიცი, ბევრი უყურებთ, მაგრამ თუ ცოტათი მაინც რაღაცა როიწვიან, ხო? იყო ასე ვთქვათ, მსგავსი, ესე იგი უნდა გაგეგოთ, უნდა მოინანიოს და მერე გაეხსნება ისევ გზები. კარგით, პირველ ვარიანტთან დავამთავრე, გადავედი მეორე ვარიანტთან, ვინც ჩაიფიქრა ვან გოგის დასტა. ამოვიღე და ვიწყებ თქვენთან ერთად ახლა ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვინც გაინტერესებთ, რა ენერგიებში, რა მდგომარეობაში ეს ადამიანი. რა ენერგიებში, რა მდგომარეობაში ეს ადამიანი. ამ ადამიანსაც ქონია რაღაცა დიდი სანერვიულო, რის გამოც ჩაკეტილობა, გზის ჩაკეტვა, თქვენთან მიმართებაში იყო ეს ჩაკეტვა თუ რა, მაგრამ ახალი დასაწყისი უჩანს და დამთავრებული არ აქვს ბოლომდე თქვენთან ურთიერთობა. იქნება ახალი დასაწყისი, თუმცა ამასაც გაუვლია რაღაც ტრანსფორმაცია და გაჩერება ქონდა და სტაგნაცია კაი ხანი, მაგრამ ახალი დასაწყისი ექნება. დიდი დარტყმა ქონია. ნახოთ მაშინ რასთან დაკავშირებით ქონდა ამ ადამიანს დიდი დარტყმა. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა და ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რასთან დაკავშირებით ქონდა ამ ადამიანს დარტყმა. აქ უფრო სამსახურებრივი რაღაც საკითხია, საქმე, სამსახური, ბიზნესი და ღალატი. რაღაცა ადამიანისგან რო ელოდებოდა და რო არ ფულთან მიმართებაში იყო ესეც რაღაც პრობლემა. რაღაცას ელოდებოდა, რაღაც ვერ მიიღო და შედეგად კი ბატონო. ნახოთ ეხლა თქვენთან მიმართებაში როგორი ურთიერთობა აქვს ამ ადამიანს, მეორე ვარიანტი. თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს და საერთოდ რა ურთიერთობა აქვს მეორე ვარიანტს, ვინც ეხლა უყურებთ ამ ვიდეოს. აქტიური ადამიანი იყო, დაიწყო ყველაფერი, აქტიურ ფაზაში, მაგრამ მე რაღაცნაირად გაირიყა და თქვენი გზები გაიყო. მაშინ რატომ, რა მოხდა?
ან გამოსავალს ვერ პოულობდა, ან არჩევანის წინაშე დადგა, თავიდან აქტიური იყო. და მე რა მოხდა, რატომ მოხდა გზების გაყოფა? დაინგრა რაღაც სიტუაცია. სიყვარულთან, გრძნობებთან დაკავშირებით, ანუ მას დაინგრა, მას. კი ბატონო, ჩარევა მოხდა რაღაცა, ჩარევა და დიდი ტრანსფორმაცია, აი, ლამის სიკვდილი გადაიტანა. რო იტყვიან, ხო? მოვკვდი და გავცოცხლდიო. საქმეს ეხებოდა, მის რაღაცა სამუშაოს, ბიზნეს, მის სფეროს. მაგრამ გამოსავალი, ანუ ჯერ არა, მაგრამ აქ, ანუ გამოდის ამ მდგომარეობიდან რაღაც იდეები აქ, ვიღაცა ადამიანი გამოუჩნდა, ვინც დაპირდა რაღაცების, ანუ დახმარებას და სამართლიანობასთან რაღაც პრობლემა ჰქონდა, ანუ ეს არის საბუთების საქმე, რაღაცა, აი, რაღაც კარგით, თქვენთან მიმართებაში მაინტერესებს. ეხლა ამ ადამიანს და თქვენ, თუ გაქვთ ურთიერთობა, თქვენ და მას. აქაც სამართლიანობის კარტი ამოდის და რაღაცის გაურკვევლობა, ბოლომდე ბურუსია, ანუ არ არის მთლად, ან თავისუფალი არ არის ეს ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად დაიწყო და დიდი ვნებაც გაუჩნდა. ხო, ან არ გითხრათ, დაგიმალათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ დამი მოიხიბლა ძალიან და გაჩერება ქონდა ამიტომ. ამიტომ ქონდა გაჩერება, რომ უშლიდა ხელს ის, რომ თავისუფალი არ არის. აი, ესეთი მომენტი ამოვიდა აქ უფრო. ნახოთ ეხლა თუ დააპირებს თქვენთან ისევ ეს ადამიანი ურთიერთობის გაგრძელებას, ხო? თუ დააპირებს. ორი კარტი ამოვიდა ერთად. ანუ ამოვიდა, რომ უნდა რომ იყოს თქვენ იმპერატორი, მაგრამ დაბალანსება არის აქაც და მესამე პირია, ანუ არ ვიცი ვინ არის ეს მესამე პირი ამჯერად და ვერ დააბალანსა თქვენსა და იმ მესამე პირს შორის. ქალი ამოვიდა, კი. და ამიტომ ბურუსით მოცულია ეს ამბავი, იმიტომ რომ ორ ქალს შორის არის. ორ ქალს შორის არის ეს ადამიანიც და დაფარული, დამალული და ამის გამო ძალიან ნერვიულობს, დარდობს და გზა ჩაკეტილი აქვს, თუმცა გაეხსნება გზა როდის? როცა მოусმენს თავის გულს და არა გონებას. ანუ კარტი მაჩვენებს, რომ გონება ეუბნება, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთი ჭირდება სტაბილურობისთვის. გული ეუბნება, რომ ეს ადამიანი მოწონს, ხო? ანუ ალბათ თქვენ სავარაუდოდ. განიცდის ამიტომ ტრანსფორმაციას, ბრძოლა აქვს თავის თავთან. იმიტომ რომ არჩევანის წინაშეა და გზა გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სწორ არჩევანს გააკეთებს. სამართლიანობას ითხოვს სამყარო მისგან, ანუ ნახეთ, პირდაპირ მესამედ ამოვიდა უკვე ეს კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმართლეს ითხოვენ და სამართლიან მოქცევას ითხოვენ ზემოდან. რომ დაულაგდეს ამასაც, რა ვიცი რა სიტუაცია აქ და რა პრობლემა აქ. კარგით, მაშინ ვნახოთ მესამე პირთან მიმართებაში ხო ამოვიდა აქაც მესამე პირი და ალბათ ვიდეოსაც დავარქმევ თქვენ და მესამე პირი და ურთიერთობა, რა ვიცი. აი ესეთი ვიდეო იქნება, როცა მესამე პირი არსებობს. აი ამ დაგვარი. თუ მოაგვარებს მესამე პირთან ურთიერთობას ეს ადამიანი და გადმოდგავს რამენაგვიც თქვენსკენ ახლო მომავალში. სიყვარული აქვს, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი. არჩევანის წინაშე დგას და გაჩერება აქვს ეხლა ამ წუთას. და სამ პერიოდს მაჩვენებენ რაღაცა, უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება 3 თვეში, შეიძლება
რა ვიცი, სამ კვირაში არ ამგონია, იმიტომ რომ გაჩერების კარტი და მსხვერპლ შეწირვის რო ამოდის, ნიშნავს, რომ გამოსავალს ვერ პოულობს და აქ ჩხუბი, ანუ კონფლიქტი და ისევე სამართლიანობა. ანუ თუ არ ამ ადამიანმა, თუ სამართლიანად არ მოგექცათ თქვენ, ამოდიხართ თქვენ და სამართლიანობს ითხოვს სამყარო, მაშინ ეს ჩაეკეტება ყველაფერი და იქნება მსხვერპლ შეწირულის პოზაში, აი. და hangman, ანუ ჩამოკიდებული, ხო? კარგით, აი რა ვკითხო კიდე, ხა ნახეთ საჯარო გაშლა არის, თქვენთვის ვშლი. კარტი მაჩვენებს ესეთ ინფორმაციას, მე არ ვიცი. თქვენ თუ გაქვთ რამე კითხვები, შეგიძლიათ მომწეროთ. მე ხა აი უბრალოდ ენერგოსაინფორმაციო ველიდან, ფაქიზის სივრციდან ინფორმაცია გადმომაქვს, ხო? შეიძლება ბევრი ასე მდგომარეობაში რახან მეორე დასტამაც მესამე პირი მაჩვენა, მაშინ ვნახოთ მესამე პირსა და აგე ისევე სამოდის მესამე პირსა და თქვენ შორის რა ურთიერთობა შეიქმნება, ანუ თქვენსა და ანუ სამნი ხართ ხო ფაქტიურად და თქვენ პარტნიორს შორის, ანუ ამ ახლო მომავალში, ხო, მესამე პირი თქვენ და თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. აი რა მოხდება დაახლოებით. ბრძოლა. ბრძოლა არის ეხლაც. აი 310. ანუ ამ დასტას სხვანაირი ისა აქვს, ინტერპრეტაცია აქვს. თვითონ ჩაკეტილი. და hangman გამოუვალი მდგომარეობა, გრძნობა თქვენს მიმართ და ისევ the justice სამართლიანობა. და ეს ყველაფერი high price-ის, რაც ნიშნავს, რომ საიდუმლოდ, ანუ დაფარულად. ანუ რა უნდა ვქნათ? არაფერი, ამ ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. მასია დამოკიდებული კარტმა რა გვითხრას. თუ არა და იქნება ბრძოლა. როგორც არის. და არაფერი არ იცვლება, გაჩერება და ჩაკეტვა. იმიტომ რომ ვერ აკეთებს არჩევანს. მაშინ რჩევას ვკითხავ თქვენთვის. რა იქნება თქვენთვის რჩევა? თქვენთვის რა იქნება რჩევა? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. ცოტა ხანი, ანუ იქნებით გარიყულიო, როგორც ხართ, მარტო ასე გხედავთ კარტი. ყოველ შემთხვევაში, რომ ფიქრობთ ადამიანი მოწყვეტილი ამ ყველაფერს, იქნება პატარა ნაბიჯი მისგან, შეიძლება მესიჯი იყოს, ან მოგიკითხოთ და იგრძნობთ თქვენ, რომ ამ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ, იმიტომ რომ ამოდის პარტნიორული სიყვარული და ეს რა ინდიც? ამოდის უბრალოდ თქვენზეა დამოკიდებული, რას იზავთ, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ იღებს. თუმცა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, ანუ აი რა მითხრას კარტმა მითხარით? რა მითხრას? კარგით, მოკლედ, თუ გაგიჩნდათ კითხვები, ხო? მომწერეთ, დამილაიქეთ თუ მსგავსი არის და დავარქმევ ალბათ მესამე პირს ამ გაშლას, ხო? თქვენ და მესამე პირი, ანუ სამეული ან რაღაცა ესეთ სათაურს მოვიფიქრებ და რა ვიცი, უყურეთ. აი სამყარომ რა თქვას. თქვენზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და მოქმედებასაც. უბრალოდ მოდის სხვადასხვა ვარიაციები. ამ შემთხვევაში მაჩვენებენ, რომ ნამდვილად გრძნობა აქვს, ნამდვილად რაღაც პატარა ის იქნება, მაგრამ თქვენ, ანუ იფიქრეთო. ეს სიბრძნეც არის, the hermit არის ბრძენი ადამიანი. თქვენ ბრძენი ხართ, ეთყობა ჭკვიანი ხართ და იფიქრეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიძახი, არის ორმხრივ სიყვარული არის იმისგან. და მოკლედ აი ესე დაგემშვიდობებით არ დაყაროთ ფარხმალი, იბრძოლეთ, სიყვარული გაიმარჯვებს, ნამდვილად მჯერა მიამის და
და ამილაიქეთ თუ მოგეწონათ აბა თქვენც დროებით